ბაჩუ ახალაიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მისი დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება. ის ამ დროისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ახალაია მოინახულეს ადვოკატებმაც. გამოძიების ცნობით ბაჩუ ახალაია 4 ოქტომბრის პროცესებს ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ხელმძღვანელობდა. სუსში ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა ისიც, რომ თავდაპირველად დაკავებული იყო ბაჩუ ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რადგან გამოძიების ვერსიით ახალაიას მხრიდან სხვადასხვა პირთა კომუნიკაცია ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული IP მისამართით ხდებოდა, თუმცა მოგვიანებით უწყებამ ახალაიას მეუღლე გაათავისუფლა. მათივე ცნობით ანა ნადარეიშვილის მხრიდან 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში შესაძლო მონაწილეობაზე გამოძიება მოგვიანებით იმსჯელებს. ყველა მაღალჩინოსანი, ვინც დღეს არის დაკავებული, ბატონი კობახიძე მათზე ამბობდა 1 წლის წინ, რომ ისინი არიან ყველაზე პატიოსანი და წესიერი ადამიანები და საერთოდ ამბობდა, რომ ქართულ ოცნებაზე არაკორუმპირებული მთავრობა არ არის, თუმცა დღევანდელი ქმედებებით ჩანს, რომ კობახიძე ტყუოდა. ამის შესახებ ობიექტივის პირდაპირ ეთერში პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ დავით არხანმოურავმა ისაუბრა. ყველა ადამიანი, ვინც დღეს არის დაკავებული და ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა უკვე ხალხის, ყველა ამ ადამიანზე, იგივე ბატონი კობახიძე 1 წლის წინ თუ წელიწად ნახევრის წინ იძახდა, რომ ესენი არიან ყველაზე პატიოსნები, ყველაზე წესიერები და საერთოდ იძახდა, რომ ქართულ ოცნებაზე წესიერი და პატიოსანი არაკორუმპირებული ხელისუფლება არ არის. ეხლა დღევანდელი ქმედებებით გამოდის, რომ კობახიძე ყველა წინადადებას ტყუოდა, იმიტომ რომ ყველა ხალხს ის იჭერს სწორედ კორუფციისთვის და არაპატიოსნებისთვის და უწესობისთვის. ანუ აქ ეს ერთი პრობლემაა თავისთავად. მეორე პრობლემა არის ის, რომ ყველა ამ ადამიანის მიბმა ხდება მიხეილ სააკაშვილთან. ეხლა ეს თავისთავად ორივე ეს ფაქტორი გაუგებარია. თუ ყველანი წესიერები იყვნენ, ეხლა არაწესიერები როგორ აღმოჩნდნენ. ეს ერთი თემაა. მეორე თემაა, რომ აი რამდენად დამაჯერებელია, რომ ესენი ყველანი მიხეილ სააკაშვილი, ეს მეორე საკითხია. დააკვირდით, ეხლა იქამდეა მისული საქმე, რომ ბატონი კობახიძე ჩვენზეც ლაპარაკობს, რომ ჩვენ თურმე თვითონ კობახიძემ არ თქვა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? პაპუაშვილმა ხო თქვა, ყველანი ნაცები აღმოჩნდენო, ოპოზიციაც და არა ოპოზიციაც. ის იძახა, არა, ჩვენ მაღალ რანგში აგვიყვანა, თქვენაო აფინანსებდით მიხეილ, წარმოიდგინე, მილიარდერ მიხეილ სააკაშვილს, რომლებმაც მოიპარეს მთელი ბიუჯეტი და გაძარცვეს მთელი ქვეყანა და აქ მილიარდები, მე და ირმა ინაშვილი ვაფინანსებთ თურმე მილიარდელებს და სააკაშვილებს, რომლებმაც მთელი ქვეყანა ნუ აი ახლა აი ესეთი წინადადების აქედან უკვე ხო ნათელია, რომ ეს კაცი უბრალოდ მატყუ არა ცილისწამებელი კი არა, ეს რაღაცაა ყველანაირ ზღვარს გასული იმდენად სულელური ტყუილია, რომ ამის დამჯერებელი საერთოდ ვინმე არ არის. ქართული ოცნება თვითონ სინამდვილეში სუნაციონალური მოძრაობის წევრებია. აი ავიღოთ, არ გვინდა შორსიარული. თვითონ ბატონი კობახიძე ვიმბრძანდებოდა. სოროსის ფონდის მუშაკი. ბატონი პაპუაშვილი? არასამთავრობო სექტორიდან მოდის ის? ჯერ არასამთავრობო სექტორი, მერე ილიაუნი არის მთავარი ბუდე სააკაშვილების. მისი თანამშრომელი. სამჭედლო იმ ლიბერალური ახალგაზრდობის. ეხლა ავიღოთ დანარჩენი მთავრობის წევრების 80% ვინ არიან? მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უახლოეს მომავალში მაღალი დონის შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამზე წერს. მისი ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს ამერიკულ მხარესთან კონტაქტი ჰქონდა და ტრამპთან შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. არც ერთ დღეს არ ვკარგავთ. შევთანხმდით უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს მომავალში. ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება ახალ წლამდე. დიდება უკრაინას, წერს ზელენსკი.
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პრეზიდენტ პუტინის დავალებით რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის კონტაქტი შედგა, განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, რუსულ მხარეს წარმოადგენდა პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, ხოლო ამერიკულ მხარეს თეთრი სახლის რამდენიმე წარმომადგენელი. ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით იმისათვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ გაბედოს ალიანსის რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა, აუცილებელია უკრაინის მაქსიმალურად გაძლიერება. ამასთან მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ამისთვის ასევე აუცილებელია ნატოს წევრი ქვეყნებისგან თავდაცვის ხარჯები გაიზარდოს. თუ ამ ორ რამეს გავაკეთებთ, საკმარისად ძლიერები ვიქნებით საკუთარი თავის დასაცავად და პუტინი არასდროს წავა რისკზე, აღნიშნა რუტემ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინას საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად საჭირო სახსრები არ აქვს. მისი თქმით, უკრაინა დასავლელი პარტნიორების ფინანსური დახმარების გარეშე საკუთარი სახსრებით არჩევნებს ვერ ჩაატარებს. მიზეზი უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტია. პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის ბიუჯეტში პრიორიტეტული სფეროები სამხედრო და სოციალური ხარჯებია. უკრაინას წინა საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრები არ აქვს. ჩვენი ბიუჯეტი დეფიციტურია და ეს ჩვენი ამოცანა არ არის, განაცხადა პოდოლიაკმა.